ისთვის გამიგეთ თქვენ ის თუ სხვა რაღაცაა მე ვთქვი და ეს არის ის რაც გადამხდა რაც მე სიამოვნებს და რაც ჩემში ზის დაფიქრებაც ამჭირდება მე ვთქვი ერთი კითხვა იწვევს რამოდენიმე კითხვის პასუხს მერე ჩემგან მეტი ხო და ამაშია მე ვთქვი განსხვავება რა და ეს არის მართლა ასე რა რამდენი თვისაც არ უნდა ვიყო ახლა ის რაც ჩვენ სასიამოვნო იყო ყველაფერი მახსოვს ახლა ყველა დეტალი რამდენი შეხვდი და ფიზიკურად ადამიანს ვერ იმახსოვრებდი მართლა გეუბნებით და დამცინოდნენ ოჯახის წევრები ვიღაცა რო შეხვდებოდა გადავეხვევოდით ერთმანეთს ვიცი რომ საიდანაც ვიცნობ სახელი გვარი კი არა ახლა იმას ვიხსენებ საიდან ვიცნობ მეთქი რამდენჯერ მითქვია ეს იმიტომ როცა პოპულარული ხარ და ყველა გეხვევა და ყველა ურთიერთობ თუ იმასა მუდმივი ურთიერთობა არა აქვს თავი ვერი დაჩვენა ის კი არა გენერალურ მდივანმა მკითხა ისეთ რაღაცა 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ ერთად წამოვიდით ოლიმპიური კომიტეტიდან პირველი დღიდან დღესაც გენერალურ მდივანი გაფიცებ ყველაფერს ერთი კითხვა დამებადო ძალიან მაგარი გენერალურ მდივანი იყო ძალიან და იმიტომაც არის დღეს იმასაც ასაკოვანია მაგრამ მაინც ოლიმპიური შენი თავი თუ იტოვებს იმას რა შენ აღჭირდება ვა მე ვთქვი რა საინტერესო კითხვა დავფიქრე 100%-იანი ხარ მე ვთქვი არ იტოვებს ვეთქი აი წერლები რო ავიღოთ წერლები ხო ის წიგნები 1-2 კი არა რომელიც დავუშვათ და მაინტერესა ერთო თლიანად მაგის ნებისმიერი წიგნი რომელიც ჩემო ორგანიზმმა მიიღო და სიამოვნებით წავიკითხა იმის გვარები ვიცი და დანარჩენებს ვიხსენებ ხოლმე ვის მომეწონა ერთი წიგნი ვის მომეწონა მეორე წიგნი არასდროს არ მეპასუხია კითხვაზე ვინა საუკეთესო მწერალი საუკეთესო ესა საუკეთესო მოჭადრაკე ჩემთვის უბრალოდ დამისახელებია მხოლოდ მე პატივცემ დავუშვათ იგივე მოჭადრაკეები ყველა საპატივცემო თავისი ისტორია აქვს ყველას მაგრამ ვისო პირველი ნომერი ესა მეორე ნომერი ესა არ არის ერთები გასაყოფი მე ვთქვი იმიტომ თავისი დრო აქვს ყველას თავისი ისტორია აქვს ყველას გამიგე ასე რომ ცალკე რა თქვი მოჭადრაკე მეგობარი აი მე რატო დავდივარ ვეტერინარიაში ძალიან კარგად ვეყოლა ყველა და ძალიან კარგად ვეყოლა მე ეს ჩემი სამყარო ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ უმრავლესობა ისეთი ჩამოდის ვისაც მეტი შანსი არ აქვს მაგრამ ეს სიამოვნებას იღებს ის მისთვისაც დასვენებაა ფულს იხდის და ჩამოდის მე ფულს არ ვიხდი ისე ჩავდივარ გამიგეთ მაგრამ რომ დამჭირდეს ფულსაც გადავიხდი იმიტომ რომ დასასვენებლად არ დავდივარ 2 დღით ამათ აი ეს ოდამებთან მოდი ოჯახი წავიდე თუ ბოჯებში წამიყვანეს ძლივს წამიყვანეს ძალე წამიყვანეს რა არ მინდოდა წასვლა იმიტომ სახში რო ჩემი კუთხემა არ მისვლიან ხელს რასაც მინდა იმას ვაკეთებ გამიგეთ ტელევიზორშიც ვუყურებ მხოლოდ ისეთ რაღაცებს რომელიც არის ჩემთვის ასე ვთქვათ საინტერესო და არ მინდა უარყოფითი ემოციები მე ყოფა ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ყოფილა ჭადრაკის კუთხით არ ვიძახი საერთოდ ახლა ცხოვრებას ადამიანი ხარ და ყოველთვის უყურებ ხო რა ხდება ქვეყანაში და რა და მონაწილეობას მიმიღია რაღაცებში მაგრამ დღეს იმას აკისრავად ვინდობ ჩემს იმას ასე ვთქვათ ყველა ასაკში უნდა ვინდოს პიროვნებას და მხოლოდ დადებითი გასართობი პროგრამები მიყვარს სიმღერები, ციკლები რო არიან, მიმღერე ძალიან მოწონს, ან ენაზე ვგიჟდები, აი ესეთი გასართობი და სპორტი. დანარჩენებს მარტო ერთ ინფორმაციას სულთან მოვისმენ, ამით დავდება ყველაფერი. ვინ არის მოყევი რა ამ პროექტზე, ვინ არის პროექტზე მოყევი, როგორი სიამოვნება მიიღეს. მე ხოლოდ იმიტომ მოახერხეს ვინ არში წასვლა შენი დათანხმება ჩემი დათანხმება მე ვთქვი ახლა სულ არასდროს არ მომღერია ეხლა ევროპულ ჩემპიონატს შეგვავდი საკმაოდ კარგად რითმის ბრძოლა მქონდა მაგრამ სიმღერა არასდროს ხმამაღლა რო ამოვიღები რო ამომიღო ხმა არასდროს ვიტყოდი გამიგეთ ცოტა შეიძლება მიახლოებული იყო რაღაცას ამიტომ თან ჩემს ასაკში ხო გაგიჟდებით კი რა ხოდა პროდიუსერი მეუნება რომ ჩვენ ხო ვიწერთო ამასობა მოდიო ვცადოთო თუ არ გამოგივიდათო თითქოს არ ყოფილხარ ჩვენთან ჩივდებით ერთმანეთს და თუ გამოგივიდათო ჩვენი შეს შოუ პროგრამა არისო და ჩვენთვის ეს საინტერესო იქნება და თქვენი წანახავს ვეძებთ
ამით გამიჩინეს გარკვეული სპორტული ინტერესი. ხა რა გამოვიდა და თუ არა. იმიტომ ახლა ვიცოდი რომ თუ მართლა ძალიან ცუდი იქნებოდა, მაშინ გაცილდებოდით ერთმანეთს. ხო და სიამოვნებაზე მოყევი რა, ეს დამალულად რომ მოდიოდი. აუ, სასწაული. თქვენ რა არის იცით რომ როდესაც იმაში ვიყავ ვიჯექი დედოფლის იმაში და უსმენდი ჟიურის მე იქ ვიცინოდი მე იქ შემოვნებას ვიღებდი იმას იმისგან ეს ხო ყველაზე დიდი ემოციები რა იმიტომ რომ რატომ არის რომ შემადარეს ნანი ბრეგვაძეს მას რა ქვია კაცო ოპერის მომღერალი სურგულაძე ნინო სურგულაძეს ლანა ობერიძეს სპორტის კუთხით იმიტომ რომ ჩოგბურთში ხედავს თუ ფიზიკური ჯანმრთელობა და ამათ ერთადერთია სიმღერები საცა გენეტიკა მთლიანად გადადის თაობებს სპორტში ასე არ არის ხო სპორტში შეიძლება საერთოდ სპორტის იქით იყვნენ შვილები და შვილიშვილები, გამიგე შვილიშვილები, განსაკუთრებით და სიმღერებში მთლიანად გადადის რა. ხო და ამიტომ აიღეს ახლა ასაკოვანი, მიხვდენ რომ ასაკოვანი ადამიანი ის. თან რაღაც დედოფლის ისა რაღაცა ცნობიერება ვერაფერ წარმოიდგინეს, ეხლა რომ მე ვარ, ვერაფერ წარმოიდგინეს ეს. არასდროს მე ესეთ რაღაცებში არ გამორჩენილა და ვერ გამორჩენილა. ხო და ეს იყო უზარმაზარი სიამოვნება, რაც მე იქ ვიცია, ცა გაიხსნა ჩემი. და რა რეაქციაც იქ იყო, ის არ დამოვიწყდება არასდროს. დაშლას მაგარი პროექტია, რა შეგასვა თქოს რა. ასე რომ იყო ასეთი რაღაცა. ვისი იდეა იყო ნათი? ჩემი რა თქმა უნდა. შეშთავაზე პროდუსერებს. მართლა შენი იდეა იყო, მანი? აი, ეხლა გაიგო. ართვა ეხლა იდეა მე მივაწოდე. არა იდეა გულში რომ გამიჩნდა, მეორე დღეს მირეკავს პროდიუსერი, აი პროსტა ვერ დაიჯერებ, მაგრამ მე შენ ხედავდი ჟიურიში. ეს შემოვიდა. მე ჟიურიში ვხედავდი და აი გავიფიქრე და მეორე დღეს შანსი არ არის ნათია. მაშინ გვარები უნდა ვიცოდე, მომღერლების ისინი უნდა ვიცოდე მაკონალობას ყველაფერს ჟიურიში რა იმის შტატი მიწი ხო ვერ დავიჯდები და ჩემს გიჩერდები გიჟდები წარმოგიდგენია მოყვარული შემდეგ იდეა ჩემი არის რომ ერთი ცეკვა მაინც იცეკვოს არა იყო შემთხვევები რესტორანში აჰა აი ბაშამი რომ დაიმთავრებია და წასვლას ვაპირებდი და იწყებოდა ხოლმე ცეკვები და რაღაცა და რომ დამინახავს რომ კარგად ცეკვავს ვიღაცა გაჩერებული ვარ და მიყოლებული იმდენად სიამოვნებას ვიღებდი ცეკვებისგან რა ხო და სულ ერთი ახლა რომ მითხრან ცეკვების ჟიური გამორიცხულია იმიტომ მე ვერ მათქვევინებთ იქ ხო რა შეიძლება უნდა ახსნა რაღაცა მონა ემოციას გამოხატავ რა საჭიროა ჟესტი ნათია მოვისმინე ჟიურიში ემოციის გამოხატა მართა არაფერს არ ნიშნავს ჟიურიში თუ ხარ უნდა იყო ობიექტიური და უნდა განსაზღვრო რატომ და როგორ არ არის ეს მოგეთ მე შენ ხედავ ვერ ვხედავ გინდა მოცეკვავეთ გინდა ყველგან ხედავ ხო შენ ისეთი ნიჭიერი შეიძლება მე იქ სადღაც ვხედავდი კიდე მაგრამ ამას არ ითანუშევა კოსმოსში ხო ჰა კოსმოსში ხო შეიძლება კოსმოსში რომ თქვენ წავა კოსმოსში თუ დათმობზად მომამზად ვერა ფიზიკურად დასვენება თქოს ეს იგი დასვენება არ უყვარს საცი ჭადრაკია მისთვის დასვენება თამაში ჭადრაკის რომელი კუთხეში იყვარს დასვენება მე რომ მიყვარს რაღაცა და სიამოვნებით ვიყურებ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ჟიურიში გამოვთრები ამისთვის უნდა გქონდეს ფართო ცნობიერება უნდა გესმოდეს მუსიკის დეტალები ჯერ ერთი პატარაც კი ცეკვის ილეთებს რა ქვია როგორ ქვია მაგალითად ისე ერთხელ ვალს ტანგო ისე მაცეკვა ერთმა მოჭადრა უსმინე ერთი დღე სამწაკავშირის პირველობაში ახალგაზრდა ვარ და სამწაკავშირის პირველობაში თამაშობდა ბროშენი ასეთი დიდოსტატი იყო დიდი დიდოსტატი და მისი მეუღლეც კარგად თამაშობდა იგნატიევა ხო და რაღაცა 10-11-ს შევკრიბავდით და ერთ დღეს ვატარებდით ერთად რა მუსიკით და რაღაცა
მე ერთ-ერთი პირველი ჩემპიონატია ჩემთვის ახალგაზრდა და უკვე დავიწყე საფრანგეთის ჩემპიონატი და მაშინ მოვიდა და ამ დროს უკვე ტვისტის ცეკვა ვიცი და კრუბულ ცეკვა ვიცოდი ვაზბასტონი სახელით არ ვიცოდი სახელით არ ყველაზე ვიცოდი ენერგიული. ყველაზე იცი როგორი კარგი რიტმის გრძნობა აქვს? ხო და მოვიდა და ვაზბასტონი უნდა გაცეკოდა არ ვიცი მე უთხარ შემხოლოდ წამომყევია მეთქვა მე კარგად შემიძლიაო წაგიყვანო წაგიყვანო. ერთი შესწორ არ დავისვია ისე ვიცეგეთ წავყევი გამიგე იმიტომ გიყვარს. ხო ესე იგი მაგრამ იმას ხო არის სავსე დავჟე ახლა და ახსნა ვერ ახსნა ხო არა,